მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობა. ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინების. თუმრად ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი და დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ამნონის და თამარის შესახებ. ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, ისევ დავით მეფის ცხოვრებაში, მის ოჯახში. ვნება, რომელიც დასცემს დავითს თავის დროზე და ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ რამდენიმე გადაცემის წინ. ეს ვნება მის შვილში უკვე ამნონში პოვებს გაგრძელებას და ნახევარ-დასთან, თავის ნახევარ-დასთან დაეცემა, რასაც ძალიან დიდი ტრაგედია მოსდევს შემდგომში აბესალომი, თამარის ნამდვილი ძმა, ჯავს იყრის და ამნონს მოტყუებით მიიწევს თავისთან და მოკლავს დავითის ოჯახში. გრძელდება ის წინასწარმეტყველება, რომელიც მასზე ითქვა, რომ მახვილი არ მოცილდება შენს ოჯახს. შემდგომი საუბარი, რაც ქრონოლოგიურად მოდის, არის ის, რომ აბესალომი გარიდებული არის მეფის კარს. და გასაგებია, რატომაც არის გარიდებული მეფის კარს, იმიტომ რომ მეფეს ასეთი საქციელი მისი ნამდვილად არ მოეწონება და არიდებს თავს მეფეს. და ჩვენ ვიცით, რომ შემდგომში არც თუ ისე მარტივი გზით ხდება აბესალომის დაბრუნება მეფის კარს და ამის შესახებ მოუთხროთ მაყურებელს. ხო, ჩვენ წინა შეხვედრაზე მამა ანდრიას საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ის გაიძვერა ადამიანი, რომელსაც არაერთხელ ახსენებს წმინდა წერილი, ძმისშვილი დავითისა, იონადაბი. რაღაცა სივრცეს აწყობს აბესალომისათვის, რაღაცა შეთანხმებულად მოქმედებენ იონადაბი და აბესალომი. თუმცა შემდგომი მოვლენები, რომელზეც თქვენ ახლა ხაზი გაუსვით, გულვებინებს იმას, რომ აბესალომმა რადგან ვერ შეძლო უკან დაბრუნება, მეფე მის არ მიიღო, იონადაბმა ვერ მოახერხა ბოლომდე იმ დარწმუნება მეფის თავის მისიის შესრულებით. კი ბატონო, და აბესალომის ქმედების მართებულობა ვერ დაუსაბუთეს მეფეს. ყოველ შემთხვევაში აბესალომი იძულებულია გეშურის მეფესთან წავიდეს, იქ შეაფაროს თავი, პოლიტიკური თავშესაფარი იქ მიიღოს, თავისთავად ცხადია, დევნა აქ დაწყებული დავითს აბესალომის ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით ვინაიდან. თავისუფლად შეუძლია დავითს უბრალოდ მახვილი მიმართოს გეშურის წინააღმდეგ, ასაც არ აკეთებს. და მე ვფიქრობ, რომ დავითი აი ამ რეალობაც მიიღო, ხებულობს მთელი თავისი სიმძიმით და ეგუება იმას, რომ მის სახლში აი ასეთი საშინელება მოხდა და ეს ყველაფერი მას მის თვალწინ უნდა ფიქსირდებოდეს. ახლა საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის, რომ აბესალომის დაბრუნების ცდილობას იწყებს მეფის მთავარსარდალი იოაბი. ჩვენ ეს პიროვნება ვახსენეთ უკვე ამდენჯერმე და ვთქვით, რომ მე კიდევ ვახსენებთ რაღაც გარკვეულ კონტექსტში და ვთქვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული სითამამი აქვს მეფის წინაშე, ასე თამამი, იოაბისავი თამამი, ვერავინ ვერ არის, ეს რა ქვია, დავითის კარზე და სწორედ იოაბი იღებს ახლა ინიციატივას იმისას, რომ აბესალომი დაბრუნდეს. ისმის კითხვა, რატოა დაინტერესებული იოაბი აბესალომის დაბრუნებაში? პირიქით რომ იყოს ეს, აქ აშკარა არის, რომ იოაბი აშკარად მოქმედებს იმავე პრინციპებით, რა პრინციპებითაც იონადაბი მოქმედებდა ცალკე ამნონთან, ცალკე აბესალომთან. სამეფო კარზე უკვე ემზადებიან გზას. ყოველ შემთხვევაში იკაფავენ დავითის შემდგომი პერიოდისათვის, ვინაიდან უფლისწული ვინ იქნება, ეს ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამეფო კარზე ვინ დაიტოვებს უპირატესობას, ვინ დაიტოვებს პატივის უპირატესობას, ეს მეტწილად სწორედ
ახალი უფლისწულის გამეფები ასეა დამოკიდებული და იოაბი შესაძლებელია სწორედ აი ამის გამო ყველაზე ისეთ რა ქვია შესამჩნევ პრეტენდენტს ჩაებღაუჭა და ეს არის აბესალომი, რომლის წინაშეც ახლა მას სჭირდება გარკვეული ნდობის მოპოვება. აბესალომთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის საოცარი შესახედაობის იყო, წლიდან წლამდე თმას არ იკრეჭდა და ისიც იმიტომ იკრეჭდა, რომ თმები უმძიმდებოდა და რო შეიკრეჭდა საკმაოდ მძიმე იყო ეს ახლა თმის სიმძიმეზე რო საუბრობს, წმინდა წერილი, ესე იგი საკმაოდ ისეთი ხშირთმიანი პიროვნება ადამიანი ყოფილა აბესალომი. აბესალომის გარეგნულ ფორმაზე წმინდა წერილის მითითება ალუზიას გვაძლევს მიგვითითებს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამ გარეგნული ნიშნით მოიწონა თავის დროზე ისრაელმა თავისი პირველი მეფე საული, რომელიც ერთი მხრით მაღალი იყო, ერთი მხარეს მაღალი იყო ყველა ისრაელიანზე, ისეთი წარმოსადეგი ბრგე მამაკაცი გახლდათ და თითქოს და წმინდა წერილი გვამზადებს მოსასმენად იმ ამბისა, სადაც არჩევანი კეთდება არა იმ ნიშნით, რა ნიშნითაც ღმერთმა გააკეთა არჩევანი დავითზე. ამით იმ ნიშნით, რა ნიშნითაც არჩევანს ადამიანი აკეთებს ხოლმე თავისი ლოგიკური მშენობის კვალობაზე. აბესალომი ამ შემთხვევაში იოაბისათვის ის კი არ არის, რომელსაც უყვარს ღმერთი, რომელსაც უყვარს ისრაელი, არამედ ეს არის ბრგე ვაჟკაცი, რომელიც პოლიტიკურად ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ გახდეს ისრაელის ტახტის მემკვიდრე. ეს დამოკიდებულება ჩვენ ამ დამოკიდებულებაზე ხაზგასმა ჩვენ გვჭირდება იმდენად, რამდენადაც დინამიკა გვინდა დავინახოთ, როგორ ცილდება ნელ-ნელა ისრაელის მეფეთა ოჯახი, სამეფო კარი ღმერთს და ჩვენ ვნახავთ, რომ ისრაელმა როგორც ვერ გადაიტანა საჯულთა ეპოქა, თეოკრატიული ეპოქა ამ მაღალ ნიშნულს ვერ გაუძლო და მისი დაწევა მოითხოვა, ის რაც დაწია იმის შენარჩუნების თავიც არა ხშირად და ჩვენ შემდგომ როდესაც გავაგრძელებთ საუბარს, ვნახავთ, რომ ისრაელის ისტორიაში შემდგომ სამეფოთა გაყოფის ისტორიაშიც სამეფო ოჯახები სწორედ რომ გამოირჩევიან ღმერთისაგან დაცილების და ამ მაგალითის მიცემით, რაც უაღრესად ტრაგიკულ ისტორიას წარმოადგენს ამ საოცარი სამეფოს ისტორიის ფურცლებზე. თავისთავად ხარდია იქნებიან დიდი მეფეები, იქნებიან საოცარი მეფეები, მაგრამ როგორც წესი მათ ჩაანაცვლებს მემკვიდრე, რომელიც სწორედ ადამიანური სწრაფებით მოქმედებს. იოაბი იწყებს მეცადინეობას იმისათვის, რომ აბესალომი დაბრუნებული იქნას. დიდი ალბათობით მას აბესალომთანაც აქვს კონტაქტი და აბესალომის საქმის გულშია უთანხმებს, ხოლმე აბესალომის დაბრუნება თავისთავად არაფერს არ ნიშნავს იოაბისათვის, თუ აბესალომი იოაბის მადლიერი არ დაბრუნდა აქ და იოაბმა თუ აქედან არ მიიღო რაღაცა ქულები, რაღაცა არ მიიღო ის, რის გამოც ამხელა დივიდენდს დებს ამ ურთიერთობაში. დაბრუნების მერე მას უნდა პატივი ქონდეს კი. უბრალოდ არ უნდა დაბრუნდეს. ამაშია საკუთარ ჩვენ ვნახავთ იოაბი ამ დამოკიდებულებას მთელი სიძლიერით, მთელი სიცხადით გამოავლენს და ჩვენ საოცარ ამბებს ვნახავთ, რომ დავითმა იცის იოაბს რა უნდა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ახლა ამ წუთებში ეს ასე არ ჩანს. მაგრამ მოგვიანებით ვნახავთ ზუსტად იცის დავითმა იოაბს ძალიან კარგად იცნობს. იცნობს და თან იცის როგორი საშიშია ის. იცით იოაბის პიროვნებაზე ახლა საუბარი შეიძლება არ უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ჩვენ ვნახავთ მომენტებს, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, არაფერი დაშავდება ამით, რომ მთელ რიგ მოვლენებში იოაბი იმდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს, რომ დავით უბრალოდ იძულებულია დაეთანხმოს მას. აი უბრალოდ იძულებულია. მთელი შემთხვევაში იოაბი იმდენად თამამად მეფეს აყენებს არჩევანის წინაშე, რომ დავით უბრალოდ იძულებულია აღიაროს, რომ ეს არჩევანი იოაბის სასარგებლოდ იძულებული არ უნდა, მაგრამ იძულებული ამ კაცს ხელში აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ისევე როგორც ეს ავტორიტეტი საულის ხედავთავარს ჰქონდა თავის დროზე დანარჩენ ისრაელში. ძალიან გავლენიანი პიროვნება. აი საინტერესო რა არის, გიორგი ცოტა მოვლენებს გაუსწრებ წინ და იოაბმა აბესალომის ჩამოყვანაზე იზრუნა.
ავესალომი ემზადება მერე ამბოხისთვის და ახერხებს ამ ამბოხს. აქ იოაბი რას აკეთებს ამ დროს? გამორჩა ეს ყველაფერი, მიუშვა. საქმეც ეს თუ რა აქნა, მერე ხო აბესალომი მისი ხელით კვდება. კი ბატონო. აი მისი ჩამოყვანილი უფლისწული მერე მისი ხელით კვდება. და რა არის აქ თანმიმდევრობა იოაბის ქმედებებში? საქმე ისაა, რომ ჩვენ ნახავთ დღევანდელ ამ გადაცემაში ვიტყვით აუცილებლად რომ იოაბმა ვერ მიიღო აბესალომისაგან ის რასაც ელოდებოდა. უბრალოდ ვერ მიიღო. იოაბმა კარგად ვერ გათვალა. იოაბისათვის აბესალომი პიროვნულად არ გაამართლა აბესალომმა მის თვალს. პიროვნულად არ გაამართლა აბესალომმა ის იმედები, რატომაც ის იოაბისაგან, ასე ვთქვათ, ლობირებულია დავით მეფის. აჯანყების მომზადების პერიოდში იოაბი ვერ ამჩნევს ამას. თუ მიშვებული აქვს. საქმეც ეს მიშვებულია იოაბზე ამას ვერ ვიტყვით. იოაბი ესე ვერ ამჩნევს რომ მაგასაც ვერ ვიტყვით. ვერ ვამჩნევს რომ ამასაც ვერ ვიტყვით. ამიტომ ისევ და დავდივარ ჩვენ აჯანყებაზე მივალთ. იქ ვნახავთ რომ აჯანყებამდე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია გაკეთებული, რომელიც კიდევ და კიდევ წარმოაჩენს დავითის სამეფოში არსებულ თელ რიგ ძიმე პრობლემებს. თელ რიგ კარგი ცოტა გადაგიყვანეთ წინ მივყვეთ მაშინ. ხო, არა უშავს, უბრალოდ თვითონ საინტერესოა აი როგორ ცოცხლად გვიჩვენებს წმინდა წერილი იმ ურთიერთობებს, რომელი ურთიერთობებში ღმერთი არ არის. ეს ამით არის მამა ანდრია საინტერესო. ხრიკები ადამიანი. ხო, აი ღმერთი, სადაც ღმერთი არ არის, იმ ურთიერთობებს ყოველთვის მოყვება დაპირისპირება, იმ ურთიერთობებს ყოველთვის მოყვება დაძაბულობა, იმ ურთიერთობებს ყოველთვის მოყვება რაღაცა მძიმე შედეგები. იოაბი გააკეთებს იმას, რაც აღმოსავლეთში ზოგადად მიღებული იყო, მაგრამ განსაკუთრებით კარგად მუშაობდა ეს დავითს. იცის იოაბმა გახსოვთ დავითი რომ დაეცა ნათან წინასწარმეტყველი შედის და მისი მამხილებელი სიტყვა იწყება იგავური თქმით. იგავური თქმით, დიახ. იგავით ელაპარაკება. რაღაც მსგავს რამეს მოიფიქრებს იოაბიც ის თეკვადიდან ქალს წამოიყვანს, რომელსაც თქმა უნდა ძალიან ჭკვიანი იყო ეს ქალი. და ამ ქალს დაავალებს რომ მეფის წინაშე ეძებოს სამართალი. ვითომც და მოხდა ასეთი ამბავი, რომ ამ ქალს, რომ ეს ქალი ვითომც არის ქვრივი, დარჩა ორი ვაჟი თავისი ქვრისაგან და ველზე რო იყვნენ, ერთმა მოკლა მეორე. და ახლა ქმრის ნათესავები მკვლელის გადაცემას ითხოვენ, რომ მკვლელი მოკლა. და ახლა ერთი ვაჟი მოუკვდა ამ ქალს. ახლა თუ მკვლელი ვაჟი დაუსაჯეს, მეორეც მოუკვდება. დარჩება უშვილწილოდ, გამომწარდება ცხოვრება. ქვრივია. თან ეს ქვრივია, რომელსაც ვერ იტყვის, რომ ბერწი იყო, ან ქმარი მოუკვდა, ისე რომ უშვილოდ დარჩა, ის ვეღარც გათხოვდება. და შესაბამისად, მთელი რიგი, ანუ ისეთ პრობლემას მოიგონებს იოაბი, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ წყალობაა. აი, კანონის მიხედვით, ხომ გამოსავალი არ ჩანს. ეს ერთგვარი იურიდიული ჩიხია. და კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს დავითმა სარკეში თავის თავი. ამაშია საქმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ დაცემად, აი, ჩვენ აი ამაზე ვისაუბრეთ და ერთ რამით დავამატოთ, ცოტა თამამად შეიძლება გამომივიდეს ამისი თქმა, მაგრამ ვეცდები რომ ცოტა გასაგება და ცხადად ვთქვათ, რომ ბოროტება რომ თავის საქმეს აკეთებს, ყოველთვის ვერ ითვალისწინებს ერთ რამეს. რომ ამ საქმის კეთებაში ის ღმერთს ვერ აჯობებს ვერასდროს. აქედანაც კი ღმერთი თავისათვის სასურველ იმას აქვია მოქმედებას განახორციელებს. ხო, აი, ბოროტება რას აკეთებს? ბოროტება დევნის იესოს, ბოროტება მერე კლავს იესოს და თითქოს და ბოროტება იმარჯვებს. მაგრამ პირიქით, სწორედ აი აქ ის დამარცხდება. ბოროტება დევნის წმინდანებს, ბოროტება კლავს წმინდანებს. ჩანს რომ ბოროტება იმარჯვებს, არა პირიქით, სწორედ წმინდანების დევნაში და მათ სიკვდილში მარცხდება ბოროტება. ბოროტება დევნის ეკლესიას, ბოროტებას არ უყვარს ეკლესია. და საბოლოოდ ჩვენ ვნახავთ, გაიმართება კრავის ქორწილი. ამაშიც დამარცხდება ბოროტება. აუცილებლად ეს ასე იქნება. ეკლესია აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად. და როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ ბოროტი მდგომარეობის წყებაზე, ამ მოვლენების განვითარებაზე, ამის მიღმა საღვთო განგებულება დგას. რომელიც წინაშეც ბოროტება თავისი ქმედებით ვერ გადაფარავს. ვერანაირად. ხო, ანუ აქ საუბარი მამანდრე, აქ საუბარი იმდენად იმაზე არ უნდა მას ვთქვათ, გავამახვილოთ ყურადღება, რომ ბოროტება აი ეს ემართება იმ ადამიანს, რომელიც ბოროტებასთან წინააღმდეგ ხდება. საუცლებლად დამარცხდება.
ამ ქვეყნიური პარამეტრებით შეიძლება მან თავი გამარჯვებულად იგრძნოს, შეიძლება მას რაღაცა გამარჯვების, რაღაცა მიზნის მიღწევის ილუზორული სურათი დაუდგეს. მაგრამ ბოლოში მას აუცილებლად აქვს უპირობო მარცხი. უპირობო, ანუ ბოროტებაზე კი არ არის საუბარი. საუბარი ადამიანზე, რომელსაც ურთიერთობა აქვს ასეთ რამესთან, რომელიც თავის თავში მარცხის გარდაუვალობას გულისხმობს. ამიტომ ეს ადამიანი იმას შვება, რა ქვია, არჩევანს აკეთებს, აი გზაჯვარედინზე დგას. ყოველთვის უნდა დასვას კითხვა, საით არის სიკეთე. იმ ხარეს უნდა გაუხვიოს. ახლა მეორე საკითხია, ეს სიკეთე ილუზორული არ უნდა იყოს და ღვთაებრივი სიკეთე უნდა იყოს, არა უბრალოდ სიკეთე, რომელიც მე მგონია, არამედ სიკეთე, რომელიც საფრთხო საზომებით ნამდვილ სიკეთეს წარმოადგენს. აი ამ დროს აი ესე რომ იმჯელებ და გაუხვავ ამ მიმართულებით, ხო? უბრალოდ ვერ დამარცხდები. მაგრამ გააჩნია პერსპექტივას. ამ ქვეყნიური პერსპექტივით აი ეს გზა ვიწროა და რთულია სავალი. მაგრამ მარადიული პერსპექტივით ამ გზის ბოლოში არის ის კარიბჭე, რომლის მიღმაც მარადიული სიხარული და მარადიული ბედნიერება ელოდება ადამიანს. იოაბი ამ ქალს როგორც ვთქვი, დაავალებს, რომ თავი უნდა წარუდგინოს მეფეს როგორც ქვრივი, რომლის ერთმა შვილმა მეორე მოკლა და ახლა ქრისტესავები ამ კვლელი შვილს და მეფისაგან ელოდება ერთადერთ რამეს. არა სამართლიან გადაწყვეტილებას, არამედ მოწყალებას. ზოგადად მეფესთან, როდესაც სამართლისათვის მიდიან და მეფე უზენაესი მოსამართლეა, ხო? სასამართლოები, როდესაც იმართება და რაღაცა დიდი საქმეებია, ძალიან მძიმე საქმეებია, სადაც სასამართლო უკვე სხვა იმაზე გადადის, ხო? მუშაობის სხვა პრინციპზე გადადის. ან და როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და ერთგვარი ამნისტია შესაძლებელია, მოსალოდნელია, ეს სწორედ მეფის პრეროგატივაშია. ისაკეთებს ამას სწორედ. აი ამ სურათს ქმნის ახლა იოაბი, ეს ქალი შედის მეფესთან, ახლა არ არის გასაკვირი ეს ქალი როგორ ახერხებს მეფესთან შესვლას, ამის ეს მთლიანად იოაბმა მოაწყო და ეს ქალი მეფეს თხოვს შველას. დავითი უყურებს ამ ქვრივ გაუბედურებულ დედას, რომელსაც უბედურია, იმიტომ ერთმა შვილმა მეორე მოკლა. და დავითი ამ ქალის უბედურებაში ხედავს საკუთარ უბედურებას. მასთანაც ასე მოხდა. მისმა ერთმა შვილმა მეორე მოკლა. რაღაცა დავითისათვის ის ტრაგედია, რომელ ტრაგედიაზეც ეს ქალი საუბრობს ახლა მეფესთან, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ეს იცის დავითმა. ისიც დავითმა რა ხდება ახლა ამ ქალში, რა მძიმე მდგომარეობაში ეს ქალი. ის რომ ეს ქალი ქვრივია, ეს შეიძლება დავითს აფიქრებინებდეს რაღაც მიტოვებულობაზე, რომ ქმარი აღარ ყავს, ხარს მიტოვებული ყავს, ხო ამ ქვეყნიდან გასულია და დავითი უნდა უფრთხოდეს ამ მიტოვებულობას. დავითი უნდა უფრთხოდეს იმას, რომ შესაძლებელია რაღაცა საშინელება მოხდეს, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს დატოვება იმ გზისა, იმ ურთიერთობისა, რა გზაზეც ღმერთმა გამოიყვანა ის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დავითისათვის. ამიტომ დავითი როდესაც მოусმენს ამ ქალს, დავითი უნდა ფიქრობდეს არა იმაზე, რა არის ახლა მართალი ეს დარჩენილი ვაჟი გადასცენ ქრისტესავებს თუ არ გადასცენ, ამის იურიდიულ გამოსავალზე კი არ უნდა ფიქრობდეს, უნდა ფიქრობდეს ეს ყველაფერი როგორ ჩაცხრეს, ეს ყველაფერი როგორ დასრულდეს და აი აქ სწორედ უყურებს დავითი წყალობის აუცილებლობას და არა სიმართლის აუცილებლობას. წყალობით უნდა განაგოს მან ახლა სამართალი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, როდესაც ჩვენ დავითზე საუბრობთ, ეს ის დავითია, რომელიც ღმერთთან არის ისე. ეს ღვთისათვის საყვარელი დავითია. ასე მეფობს ის, ასე განშის, ასე აზროვნებს ის. ის ტრაგედიები, რაც მის გარშემო მოხდება და მის ოჯახში ხდება, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეს იმ ბოროტების მანქანის მოქმედებაა, რაც ის უნდა აკეთებდეს, ის ამით არის დაკავებული მხოლოდ. მაგრამ დავითი როგორ ჩანს ამას არ ბოროტდება, ამით დავითი არ გადადის იმ გზიდან, რა გზაზეც ღმერთმა გამოიყვანა ის. ამ გულით არის, ამ აზროვნებით არის. დავითი ეტყვის ამ ქალს, რომ ბრძანებას გავცემო, განკარგულებას გავცემო შენს გამო, ანუ არ მოკუთებაო შენი შვილი. ეს კანონის დარღვევა. კანონით ამ ვაჟს სიკვდილის გამო სიკვდილი ეკუთვნის. თან იქ ამაზეა ხაზგასმა, რომ ველზე მოხდა ეს კვლელობა. ველზე მოხდა ეს კვლელობა და მით უფრო დამძიმებულია საქმე. დავითმა
აი ყველაზე მართებული დამოკიდებულება რა არის დავითმა მოითხოვოს გამოძიება. ამასაც არ აკეთებს და უპირობოდ პატიობს. იმიტომ კი არა საპატიებელია. იმიტომ რომ ეს დედაა ცოდო. ეს ქალია ცოდო. სხვა საზომი აქვს. რჯულში ხედავს აბსოლუტურად სხვა რამეს. არა იმ სამართალს, რომელიც სამართლითაც მოითხოვეს. ამაშიც გადაცემას, არამედ ხედავს ამ გამწარებულ დედას და ხედავს წყალობის აუცილებლობას. ამითიც არის დავითი დიდი, რომ ჩვენ საუბრობდით იმას, დავითი სულ ფიქრობს, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს. კიდევ რა შეიძლება და არა, რა არის აუცილებელი. რა არის აკრძალული და რა არის აკრძალული. და აქაც აი სჯულის მაღლადგება, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი და ეს გახლავთ იოაბის დავალების პირველი ნაწილი. დავითი უნდა განეწყოს, დავითმა უნდა დასაშვებად მიიჩნიოს კანონის დარღვევა, თუ კი ამას წყალობა მოითხოვს. ასე რატო ფიქრობს უფლის ერზე ჩემი მეფე ბატონი? აგზელებს ეს ქალი ლაპარაკს დავითის ნებართვის აღების შემდგომ. ეს ის ღმერთია, რომელიც მოკვეთილის დაბრუნებასაც კი ესწრაფვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამ ქალის პირიდან, ღმერთი ისრაელში როგორ არის გაგებული. როგორ არის, აი, როგორ ეს თითქოს ახალი რაღაცას ამბობს, ხო, თლად ეგრეც ვერ ვიტყვით, რომ ესია გაგებული ღმერთი. ხო, არა, როგორ არის მომანდრე, იცით, აი, თავისთავად ცხადია რაღაცა დონეზე შეიძლება ეს არ, მაგრამ აი, მოაზროვნეთ ამ ქალს ჭკვიანი ეწოდება. მოაზროვნეთა ნაწილში ღმერთი არ არის მარტო ის, რომელიც ჯის, ღმერთი არის ის, რომელიც არ ჯის. მოკვეთილს აბრუნებს, ეძებს. და ჩვენ გვახსენდება დაკარგული ცხოვარის იგავი, ჩვენ ნაკლებად ვცხოვთ ხოლმე კითხვას, ეს იმდენად ღრმა და იმდენად ისეთი გავია მაცხოვრის ბაგეთაგან თქვენი, ყურადღებას ვაქცევთ მწყემს კეთილს, რომელიც 99 ცხოვარს დატოვებს და იმ ერთის მოსაძიებლად მიდის, მაგრამ არ ვცხოვთ ხოლმე კითხვას, ის ერთი რატო დაიკარგა? ის ერთი ამ 99-ში რატო არ არის? ეს 99 თუ მწყემსთან დარჩა, ის ერთი სხვაგან რატო აღმოჩნდა? ვის მოსაძიებლად მიდის მწყემსი კეთილი? ვინ არის ის, ვისაც მოიძიებს? აი სატომღაც რა ნებისმიერი მიზეზი, მაცხოვარი მიზეზს არ ასახელებს. ეს არის მითითება იმაზე, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა მიზეზი ის თუ მოწყდა იმ ფარას, რომელიც ქრისტესია, ქრისტე მიდის და მოიძიებს მას და აუცილებლად გადაარჩენს. აუცილებლად ამოიყვანს ხრამიდან, აუცილებლად მოისვავს იმ ხრებზე და წამოიყვანს უკან თავის ფარაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. და როდესაც მაცხოვარი ამიგავს ამბობს, მისმა დროინდელმა, მისმა თანამედროვეებმა უნდა იცოდნენ სწორედ ის გამოცდილება, რაც თურმე ისრაელში ჭკვიან ხალხში ჯერ კიდევ დავითის დროსაც ყოფილა. ეს არის ღმერთი მოკვეთილთა მომძიებელიც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ისრაელის ღმერთის ცოდნისა. აი ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბარი, რომ ისრაელის ძველი ახლის ღმერთი ასეთი მკაცრია, ახალ ახალში ცოტა სხვანაირია, არ არის მკაცრი. ზუსტად ისეთია, როგორც ეს ერთი ღმერთია. უბრალოდ ის ადამიანი, რომელი ადამიანიც მაცხოვრის განკაცებამდე და ადამიანის გამოხსნამდე არის, ეს ადამიანი იმდენად სხვანაირად ხედავს. ხო, ავად არის, ძალიან მძიმედ არის ავად. ჩვენ ვერ ვიტყვით ექიმზე, რომელიც თქვათ ერთ პაციენტს მწარე წამალს დაუნიშნავს, ხოლო მეორეს სხვა წამალს დაუნიშნავს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ექიმი იმ პაციენტისთვის სხვა იყო და ამ პაციენტისთვის სხვა არის. ორივესთვის ერთია, მაგრამ იმას ის მკურნალობა ჭირდება, იმას ცხოვრების ის რეჟიმი ჭირდება, იმას ის მეთვალყურეობა ჭირდება, მეორეს ცოტა სხვა ჭირდება, ვინაიდან ის გაიარა უკვე და სხვა ჯანმრთელობის პრობლემის სხვა ნიშნები აწუხებს მას. ამიტომაც, როდესაც ეს ქალი დავითს ესაუბრება და დავითი უსმენს, დავითი ამ ქალის ლაპარაკში დაინახავს სწორედ აი ამ მითითებას, თუ კი შენ ჩემთან დაკავშირებით ასეთი სამართალი გამოგაქვს, რომელიც არ ეფუძნება თითქმის არაფერს. უბრალოდ თქვი და ასე უნდა გაკეთდეს, მეფე ხარ და იმიტომ. ანგელოზივით არისო, ჩემი მეფე ბატონი, ხო? ბრძენი კაციაო, ყველაფერს ხვდებაო. თუ კი ასეთ ის გამოგაქვს, მაშინ აბესალომი რატო იდევნება, ეს უნდა დაინახოს დავითმა. აბესალომი უსამართლოდ იდევნება. ხო, თუ სამართლიანობა. თუ სამართლიანობაზე გაქვს საუბარი, და აბესალომმა ის გააკეთა, რისი გაკეთებას მას არ უნდა მოწევოდა, ეს სასამართლოს უნდა გაეკეთებინა და ამნონი სასამართლოს უნდა დაესაჯა. სად იყო მაშინ მეფე?
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა დადგა მაშინ მეფე სასამართლო არ გაამართვინა და რაღაცა მსგავსი ყოველ შემთხვევაში დავითმა თავის თავზე აიღო ის რომ ამნონი არ უნდა დასჯილიყო ამისათვის და რომელი უფრო სწორად იქცევა ახლა აბესალომი რომელმაც საფრთხო კანონმდებლობა დაიცვა თუ მეფე რომელიც თავისი პრინციპებით მოქმედებს აბესალომთან დაკავშირებითაც და ამ ქრივ ქალთან დაკავშირებითაც და დავითი უყურებს თავისი გასაცდომლიდან ამ ქალს და მთელი სურათი წარმოუდგა რამდენად აი რა მდგომარეობაშია ის და მისი მთელი გარემო იოაბი როა ჩართული ისიც კი დაინახა ხო და შეეკითხა ამ ქალს ხო აი ეს ყველაფერი დაინახა შეეკითხა ამ ქალს ერთ რამეს კითხავდა მართალი მითხარიო და ეს ქალი როგორ გაუბედაო ჩემ მეფებო იოაბი ხო არ არის ამაში კიო იოაბა მომაგზავნო დავითი ეგრევე მიხვდება ამ ქალის უკან ეგ სიტყვები იოაბის თქმია იოაბის და თქვა დავითი ეგრევე მიხვდება რომ ამ ქალის უკან დგას არა ის პრობლემა რა პრობლემითაც ეს ქალი შემოვიდა ამ ქალის უკან დგას ინტერესები მის ინტერესები იოაბის ინტერესები და იოაბის ინტერესები უკავშირდება აბესალომს და დავითმა რაღაცა უნდა დავითმა დაინახა რომ აბესალომთან ეს დამოკიდებულება ბოლომდე მისი მართებული არ არის, მაგრამ დაინახა მეორე მხარეც. რასაც ახლა გააკეთებს აშკარად იოაბის წისყულზე დაასხავს ის წყალს. და რაღაცნაირად დავითი აი აქაც დაბნეულია. ჩვენ ვერ ვხედავ დავითი შეეკითხა ღმერთს. და დავითი გასცემს ბრძანებას. დაბრუნდესო მაწვილი აბესალომი. და იოაბი შეუხლის აბესალომს და აბესალომი გახარება. ოღონდ შორი ახლოს. ხო, აი, საქმეც ეს არის. შემდგომ აღმოჩნდება, რომ დავითმა აბესალომი კი არ დააბრუნა. აბესალომი დააბრუნა შიდა პატიმრობაში. აბესალომი თავის იმას ვერ ტოვებს სახლს. მეფის სახე არ უნდა იხილოს, ეს იყო ისა რა ქვია, გამოთქმა ნიშნავდა იმას, რომ აბესალომი თავისი სამყოფელიდან გარეთ ვერ გამოდის. შიდა პატიმრობაშია. სხვაგვარად ვთქვათ, ეს გინდა ყოფილა და გინდა გესურში. ამით არ გამოიცვალა ის ამით, რომლის სრულებასაც იოაბი გეგმავდა. წმინდა წერილიდან არ ჩანს, მაგრამ სავარაუდოდ იოაბი ეცადა რამდენჯერმე, მე შეიძლება ეს ვივარაუდოთ ბოლო კონტექსტით, იოაბი ეცადა მე რამენაირად მეფესა და აბესალომს შორის ურთიერთობა მოეგვარებინა და ეს ვერ არ გააკეთა. ყოველ შემთხვევაში აბესალომი უკმაყოფილოა. ახლა აბესალომისთვის ერთია რომ პოლიტიკური დევნილია და მეორეა ისრაელშია, იერუსალიმშია უпроსტად ხაზი გაუსვათ. და შეიძლება მის თვალწინ იონადაბია, იოაბია, ინტრიგანების სავსეა სამეფო კარი ვიღაცამ მეფეს უფლის წულზე სხვა გადაწყვეტილება მიაღებინოს. ტახტის მემკვიდრეზე სხვა გადაწყვეტილება მიაღებინოს. აქ რაღაცა შეიძლება ისეთი ამინდი შეიქმნას. აბესალომს გესურში ყოფნა ბოლო შვილი ყავს მოკლული მეფის. ბოლო მამიშვილი ყავს მოკლული. ჩვენ არ გამოგჩეს ნათქვამია რომ აბესალომს შეეძინება სამი ვაჟი, ერთი ასული და იმას თამარს დაარქმევს თავისი. თამარი ყავს ხოლმე. თავისი საპატივსაცემად. და აბესალომს ისეთი ამინდი უდგას, ეს სულ არ ჭირდება და დაიბარებს თავისთან იოაბს. ეს ძალიან ისეთი ის არის მომენტია, მამანდრია, აბესალომი იბარებს იოაბს. ეს რაღაცა ის სცენაა, რა სცენისათვისაც იოაბი აბესალომს ამზადებდა, ის უნდა მისი მემკვიდრეობა ჭირდება, ასე უნდა დაიბაროს აბესალომმა ხვალდაზე იოაბი ამ სცენარს ამუშავებს, იოაბი როდესაც იმ ჭკვიან ქალს უშვებს მეფესთან იმ იგავური თხრობით, რომელზეც ვისაუბრეთ. იოაბი არ მიდის აბესალომთან. იოაბს აბესალომი თვითონ კი არ უნდა, ახლა აბესალომს ძალებები ასრულოს აქ. აბესალომმა უნდა უსვინოს იოაბს. და არა პირიქით. ჩვენ ნახავთ ამის პრეცედენტს მერე. ნახავთ ძალიან საინტერესო პრეცედენტს. ეხლავე უნდა დაალაგდეს. ახლავე ხო აბესალომმა უნდა იცოდეს, მაგრამ დავითის შემთხვევაში იოაბი სხვანაირად იკაფავდა გზას, იმიტომ რომ დავითი დევნილობაში გაყვა დავითს და იქ ითქვავს სახელს და იქ არის დავითის გვერდით. მაგრამ დავითის მემკვიდრის დროს ასეთი სცენარი აღარ იმუშავებს. თავიდანვე უნდა იყოს მოწესრიგებულია ყველაფერი. აბესალომი მეორეჯერ დაიბარებს იოაბს და იოაბი მეორეჯერაც არ. ეს იყო აშკარა მითითება ერთის ხრივ იმასთან დაკავშირებით, რომ იოაბისათვის აბესალომი არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც უნდა იახლოს და უნდა ემორჩილებოდეს და მეორე ხრივ შეიძლება ვივარაუდოთ მამა ანდრია, რომ იოაბის გეგმები იცვლება აბესალომთან დაკავშირებით
და სულ არ ჩანს უკვე მისთვის აბესალომი ისეთ მიმზიდველ და მომხიბვლელ კანდიდატურად, რომელიც შეიძლება ის აქამდე ჩანდა იოაბის თვალებში. ჩანს აბესალომს არ აქვს პრობლემა მავნებლების, კვლელების დაქირავების, თავის მსახურთა შორის ბლომა დაგავს ასეთი, თავის მსახურებს უბრძანებს, რომ იოაბის ქედის ყანები გადაწვა. ავნოს იოაბს და იოაბი მიხვდება ეს ვინც გაუკეთა, ერთადერთი ვინც ამას გაუბედავდა იმას ეს აბესალომი იქნებოდა. სხვა ამას იოაბს ვინ გაუბედავდა, მთელი ისრაელში წამოიწყულია ეს. აი მე კი იახლება იოაბი აბესალომს და რატო გადამიწვიო? ორჯერ დაგიბარე და არ მოხადიო. ამით მიანიშნებს აბესალომი, რომ შენ შეიძლება რაღაცა პრეტენზიები გაქვს დავითის კარზე, მაგრამ ჩემთან ეს პრეტენზიები არ გაგიო. მე რო გეტყვი, ყურადღებით უნდა მისვენო ჩემი ბრძანება შეასრულო და აი აქ იოაბი აბესალომის პერსონაჟი ხედავს არა ყველაზე სასურველს, არამედ ყველაზე საშიშ პიროვნებას, რომელიც უნდა აუცილებლად გზიდან უნდა გადავიდეს, მისი გზიდან უნდა გადავიდეს აუცილებლად. აქ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მე შემდგომი მზადება აბესალომის აჯანყებისთვის მიუშვა კიდევაც იოაბმა, რომ ამის წინაშე კიდევ უფრო დიდი დამნაშავე გამოჩენილება. ხო, ეს ამიტომ გითხარით, იმიტომ რომ იოაბი იმდენად ჭკვიანია, იმდენად კარგად იცის მეფის კარზე რა ხდება, ეს მოვლენები რის მერე რა შეიძლება მოყვეს, ამის გათვლა შეუძლია. შეუძლია კი არა, ამას თვითონაც აკეთებს ხოლმე. თვითონაც აკეთებს და წარმოუდგენელი არის მეფის კარზე აბესალომის ხრიკები, ამას გამორჩევა. არა, აბსოლუტურად გამორიცხულია, ეს ვერ იქნებოდა. და მე დავითი ეუბნება, რომ შვილი დამიზღვიეთო და თავისი ხელით კლავს. კი, იმიტომ რომ ეს მე ძალიან საინტერესო თხრობა იქნება. ჩვენთვის რა არის აქ მამანდრია საინტერესო, რომ საბოლოოდ აბესალომი მაინც მოახერხებს იოაბისათვის დავალების შესრულების იწურებას. იოაბი მივად დავითთან და დავითს გული მოულბება აბესალომზე და ჩაიხუტებს და მიიღებს. მაგრამ ჩვენ აქცენტი იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, არა, ესეც საინტერესო, რომ იოაბი ბოლო-ბოლო იწურებულია დროებითი მარცხი აღიაროს აბესალომის წინაშე. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი სხვა რამეა. თავარია დავითი როგორ მიიღებს აბესალომს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დავითი რო აბესალომს იღებს. ეს არის დავითის გული, რომელიც გაქვავებული არ არის. მიუხედავად მთელი რიგი მოვლენებისა, დავითმა თავის შეუძლია ცრემლებით შვილი უკან მიიღოს, რომელიც აი ეს სასტიკით გამოირჩეოდა და თუ მისი მხრიდან დანაშაულის აღიარების პრეცედენტი იქნა, მაშინ ის თავის წიაღში, თავის სივრცეში დაიბრუნებს თავის შვილს. ეს არის მითითება იმ ურთიერთობაზე, რომელი ურთიერთობა ღვთისათვის სათნოა დავითის რეალობის გათვალისწინებით, ღვთის თვალში ეს ყველაფერი მისაღებია და დავითი როგორც ჩანს სწორედ ასე აგრძელებს ცხოვრებას. გიორგი, დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ შემდგომი თემა ალბათ ახალ გადაცემაში დავიწყოთ, უკვე შემდგომი სასაუბრო გვექნება ჩვენ აბესალომი რას აკეთებს მეფის კარზე. რამდენიმე სიტყვით უკვე ამ გადაცემაშიც ვახსენეთ, რომ ის იწყებს მზადებას აჯანყებისათვის და ეგაც არის უკვე ოჯახიდან გარეთ გამოსული ტრაგედია, რომელიც მთელ ერს ეხება და ეს ერი იბრძვის მერე ერთმანეთში და ამას ცალკე გადაცემა მიუძღვნოთ ჩვენ. მაყურებელს დავამშვიდობები. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ უკვე აბესალომის მეფის კარზე ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელსაც მოსდევს მერე აჯანყება.